ვინ და როდის ააგო კახეთის ფოთლოვან ტყეში ის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსი, რომელზეც წყაროები თითქმის არაფერს ამბობენ. რა შეიძლება იმალებოდეს იმ 9 კარს მიღმა, რომელიც უწინ სიმრავლის სიმბოლო იყო. დღეს კი მხოლოდ აჩრდილებს ინახავს. და შესაძლოა თუ არა, რომ მე-5 საუკუნეში აქ პირველი სამშენებლო სამუშაოები იბერიის ტახტის პრეტენდენტებს რევიანთა შტოს ეწარმოებინა. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგულის ძიებაა. წამომყევით და ერთად ამოხსნათ მატანის 9 კარას ამოუცნობი ისტორია. ვინც ჩემს სიუჟეტებს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, რომ წინა სერიაში გიჩვენეთ კვეტერას ციხე-ქალაქი. აი ხო, სწორედ ბრუნდებით ამ ციხე-ქალაქის გადაღებიდან და ვაპირებდით თბილისში წასვლას. ვინაიდან და რადგანაც აი სუბდავსველდით, ამინდიც ესეთია წვიმა, ნისლი და საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობებია, მაგრამ არ გვინდოდა ისე წავსულიყავით, რომ არ მოგვენახულებინა მატანის აწ უკვე ამონასტრალად ქცეული 9 კარა. ეხლა წავალთ ზუსტად ამ ძეგლისკენ. გიჩვენებთ გზას, როგორი გზაც მიდის იქამდე და შესაბამისად შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ისტორიულ სიუჟეტს. წავედით. სოფელი მატანი უკან მოვიტოვეთ და დასავლეთით ტყით დაბურული მთებისკენ მივიწევთ. სწორედ ეს მარშრუტი მიგვიყვანს ჩვენი დღევანდელი სერიის მთავარ ობიექტამდე. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც კი არ გვაქვს რა სირთულის გზის გავლა მოგვიწევს. ეს თავადაც ძალიან გვაინტერესებს. ესე იგი, რაც წამოვედით თბილისიდან, ჯერ ხო კვეტერა გადავიღეთ და კვეტერაზე ვიყავით. ეხლა ხო წამოვედით მატანის 9 კარაზე და პირველად გადავედით გრუნტიან გზაზე. აქამდე ისე მოვიარეთ ციხე-ქალაქიც, რომ ასფალტი და რა შეხვდა კიდე ის რა ქვია, ქვაფენილიანი გზა, ანუ გრუნტიანი ოდნავ უგზოობის მაგალითს არაფერი შეხვედრია და ერთი ეგ არის ცუდი, რომ წვიმა არ გვანებებს თავს არაფრით. რაც უფრო ღრმად შევდივართ ტყეში, უგზოობის ელემენტები აქა-იქ გვხვდება, მაგრამ იმდენად მარტივია, რომ მანქანებზე ხიდებსაც კი არ ვთავთ. ამ სიმარტივემ ისე მომადუნა, რომ პირველივე აღმართზე, რომელიც ქვა ღორღისა და თიხა მიწის ნაზავს წარმოადგენს, შუა გზაში ვიჭედები. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერც კი ხვდები, თუ რატომ ტკეპნის ჩემი ვრანგლერი ერთი და იგივე ადგილს. ისაა, ამაზე ფიქრს ვიწყებ, რომ უკანა მანქანიდან რაციით გოგას სიცილით მახსენებს. წინა ხიდი მაქვს ჩასართავი. სიცილში ვკრავ ხელს რიჩაკს, წინა ხიდსაც საქმეში ვაბამ და წამებში სრულიად უპრობლემოდ ვაგრძელებ სვლას. გაკვეთილი მიღებულია. ტყეში ზედმეტი თავდაჯერებულობა და უყურადღებობა არ მოსულა. ერთი მოსინჯე რას გონით? ეს ჩვენი მეგობარი ზაზაა, რომელიც ოპერატორობას ითავსებს. კადრს მიღმა მისგან წარმოთქმულ ფრაზას ერთი მოსინჯე რას გონითო, მე პირადად სიამოვნებით შევცვლიდი წინადადებით, მესამედაც ცადეო. დიახ მეგობრებო, ეს ერთი შეხედვით უწყინარი აღმართი, საოცრად ატალახებული თიხანი ადაგია, რომელთან ჭიდილშიც ორჯერ უკვე დავმარცხდი. ახლა მესამე წლის ჯერია. როგორც ხედავთ, მესამე ცდაც მარცხით სრულდება. მარტო რომ ვიყო, ალბათ ხელს ჩავიქნევდი და უკან გავბრუნდებოდი. მაგრამ გოგა ამჯერადაც მხსნელად მევლინება და სწორ მითითებებს მაძლევს. საბურავებში წნევა უნდა დავაგდო და აღმართს მეტი ინერციით შევუტიო. ხო და სანამ მე მანქანას ვამზადებ, გოგა და მისი ვრანგლერი საქმეში ერთვებიან და მთელი შემართებით გადაზელილ აღმართს უტევენ. ლენტი გაჭრილია. გოგას წარმატებული ასვლის შემდეგ ახლა უკვე ჩემი ჯერია. საბურავებში დაწეული წნევით, დაბალი გადაცემითა და მეტი ინერციით ვუტევ აღმართს.
რუბიკონი გადალახულია. კვლავაც მშვიდად ვაგრძელებთ სვლას ცხრაკარას მონასტრისაკენ. ესე იგი ხო მე მას საკლისობდი რომ მეთქი უგზოობა არ შეგხვედრია თქო და აი ეგეც ჩვენი უგზოობა მატანის ცხრაკარას ნამონასტრალისკენ მიმოვალ გზაზე. მე მგონი ეგეთი სირთულე მეტი აღარ შეგხვდება. ცოტაღა დაგვრჩა ალბათ 1-2 კილომეტრი მაქსიმუმ ხო ნუ 1 კილომეტრიდან 2 კილომეტრამდე და ადრენალინის ზღვაც ჰქონდა. მიუყვებით სიმწვანეში ჩაკარგულ გრუნტიან გზას, რომელიც ყოველი მეტრის გავლის შემდეგ უფრო და უფრო ვიწროვდება. ავტომობილის კორპუსით გვერდზე ვწევთ წვიმისგან დამძიმებულ მწვანედ შემოსილ ხეების ტოტებს. და ასე, ნამდვილი საექსპედიციო სულისკვეთებით მივიკვლევთ გზას მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლისკენ. აი მისტიკა ეს არის და მე მგონი რომ მივადექით და გამოჩნდა უკვე. მგონი რომ ეგ არის, იმიტომ რომ დავინახე მარჯვი, გალავანს მიუყვებით. ეხლა აქ არ ჩანს, მაგრამ მარჯვი მე დავინახე გალავანი. არა ჩემო ოპერატოროზა. ეგ პანჯარა ისია გასრული, მაინც ბევრი არაფერი გამოჩნდება. და მივედით. ეს იყო ჩვენი გზა, რაც გამოვიარეთ მატანის ცხრაკარას ნამონასტრალამდე და აგერ ჩვენი უფროსი მეგობარიც ექსპედიციის განუყრელი წევრი გოგაც აქ არის. გამოაჩინა ზაზა ჩვენი გოგაც. მოვედით, გოგაც აგერ არის, გზა გაგვიყვალა ამ კაცმა და დანარჩენი უკვე ისტორიული ნაწილი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აკადემიური ნაწილი წინ გელოდებათ. წავედით. ჩვენი წელთაღრიცხვიდან პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად მაცხოვრის მოწაფეთაგან ერთ-ერთი ანდრია მოციქული მოვიდა. ხოლო მისი ქადაგებიდან დაახლოებით 300 წლის შემდეგ იგივე მისიით კაპადოკიიდან ქართველთა მიწაზე შემობრძანდა წმინდა ნინო. პირველ საუკუნეში დაწყებული მოქცევის პროცესები საბოლოოდ დასრულდა მეოთხე საუკუნეში და იმჟამინდელ ეგრისის, ესე იგი დასავლეთ საქართველოსა და იბერიის, იგივე ქართლის სამეფოში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს მოიცავდა, აქტიურად დაიწყო ქრისტიანული მწამსისათვის შესაფერისი სალოცავების აგება. სამეკლესიანი ბაზილიკა, ასე ეწოდება იმ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპს, რომელსაც ახლად გაქრისტიანებული ქართველები ძირითადად მე-5 საუკუნიდან მოყოლებული მე-7 საუკუნის ბოლომდე აგებდნენ. მიუხედავად იმ უბედურებებისა, რაც ჩვენი ქვეყნის თავს 100 წლეულების განმავლობაში ტრიალებდა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ ეპოქის ქრისტიანულ ძეგლთა ხილვა დღევანდელ საქართველოში კვლავაც შესაძლებელია და მათი უმრავლესობა სწორედ კახეთის ტერიტორიაზეა მიმოფანტული. გულდასაწყვეტია მხოლოდ ის, რომ ასეთ ნაგებობებზე თითქმის არავითარი ცნობა არ მოიპოვება მემატიანეთა ჩანაწერებში. მატანის ცხრაკარა, ასე უწოდებენ იმ გალავნით შემოსაზღვრულ ქრისტიანულ სამლოცველოთა ანსამბლს, რომელიც სოფელ მატნიდან 4 კილომეტრის მანძილზე, ფოთლოვან ტყეშია ჩაკარგული. ტოპონიმი ცხრაკარათი ჩვენს ქვეყანაში არაერთ როგორც სასულიერო, ისე საერო ნაგებობებს მოიხსენიებენ, თავად სიტყვა კი ძველ საქართველოში გამოიყენებოდა როგორც სიმრავლის სინონიმი. ერთმანეთზე მიდგმული სხვადასხვა ეპოქის ტაძრები, სამრეკლო, სასახლის ნაშთი, ბიბლიოთეკის ნანგრევი და გალავანი ეს ის არასრული ჩამონათვალია აქ მდგომი შენობებისა, რომელიც ჯერ კიდევ მიწას არ შთაუნთქავს და კვლავად შეიძლება მათი გარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სიუჟეტში ვერ გაგაოცებთ მონასტრის შესახებ ისტორიული ამბებით, მისი მასშტაბიდან და ასაკიდან გამომდინარე, მაინც საჭიროდ მივიჩნიე ის თქვენთვის მეჩვენებინა. მაგრამ ტრადიციულად, როგორც მჩვევია, შევეცდები ჩავეჭიდო იმ მცირე ფაქტებს, რომელიც ძეგლის სამშენებლო ფენათა კვლევის შედეგად მეცნიერთა მიერ იქნა გამოვლენილი. რა ვიცით აც უკვე ნამონასტრალად ქცეულ ცხრაკარას უმთავრეს სამლოცველოზე, ესე იგი სამეკლესიან ბაზილიკაზე. დიდი არაფერი, მხოლოდ 2 რამ. ერთი რომ მე-5 საუკუნის პირველი ნახევრისთვის აუგიათ, ხოლო მერვე მე-9 საუკუნეთა მიჯნაზე მისი საფუძვლიანი აღდგენა მომხდარა. ახლა გადავინაცვლოთ აღნიშნულ ეპოქებში და ერთად გავიაზროთ იმჟამინდელი კახეთის მდგომარეობა. მე-5 საუკუნის პირველი ნახევარი, ესე იგი 400-დან 450 წლამდე პერიოდი. ამ დროს კახეთი წარმოადგენს იბერიის, იგივე ქართლის სამეფოს განუყოფელ ნაწილს.
მეოთხე საუკუნეში მოღვაწე მეფე მირიან მესამეს, რომლის გადაწყვეტილებითაც იმჟამინდელ იბერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ჰყავდა ორი ძე, რევი და ბაქარი. რევი მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა, ხოლო მეფობა მირიანის შემდეგ ბაქარს ხვდა წილად. მაგრამ გეტყვით, რომ რევის შთამომავლები, რომლებიც იწოდებოდნენ რევიანებად, თაობიდან თაობამდე იკავებდნენ კახეთის მმართველთა პოზიციას. დროდადრო ამ შტოს წარმომადგენლები იბერიის ტახტზეც კი ისხდნენ. მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ცხრაკარას სამნავიანი ბაზილიკა აიგო, ქართლის სამეფოს მონარქი იყო თრდატი. იგი გახლდათ ზემოთ ხსენებული რევის ძე და როგორც საისტორიო სახის ხელნაწერი მეფეთა ცხოვრება ახასიათებს, ის იყო კაცი მორწმუნე და მანვე ააშენა მრავალი ეკლესია იბერიაში. მისი მეფობა დაახლოებით 405 წლამდე გაგრძელდა. ამიტომაც შესაძლოა ცხრაკარას მონასტრის მთავარი სამლოცველოს აღმშენებელთა შორის მისი მოსაზრებაც. ასეთ ადამიანთა შორის შესაძლოა ყოფილიყო თრდატის შემდგომი მეფე ფარსმან მეოთხეც, რომელზეც მემატიანეები წერდნენ, რომ მან გაამრავლა ჯვარნი. ასევე ამ ეპოქის მონარქებს წარმოადგენდნენ ვახტანგ გორგასლის პაპა არჩილი და მამა მირდატიც, რომელთა მეფობის დროსაც საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების ძეგლთა გამრავლებას ქვეყანაში. მიუხედავად ვარაუდებისა, რისი თქმაც გადაჭრით შეგვიძლია, არის ის, რომ მეხუთე საუკუნის დასაწყისში, ან თუნდაც ცოტა მოგვიანებითაც, როცა არ უნდა მომხდარიყო მატანის ცხრაკარას მთავარი სამლოცველოს აგება, ყველა შემთხვევაში იბერიის სამეფო დინასტიის, გვერდითა შტოსა და კახეთის მმართველ რევიანთა ოჯახის წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობით განხორციელდებოდა. ასევე ჩვენ ვიცით, რომ მერვე მე-9 საუკუნეთა მიჯნაზე ტაძარი საფუძვლიანად შეუკეთებიათ. მსგავსი ქმედება ორ გარემოებას უნდა გამოეწვია. ერთი ეს გახლავთ ძლიერი ბუნებრივი სტიქია, მაგალითად მიწისძვრა, ხოლო მეორე მტრის მასიური შემოსევა და მის შედეგად მონასტრის აკლება. ისევ და ისევ გადავხედოთ იმ ჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც სუფევდა აღმოსავლეთ საქართველოში. ამ დროს ქართლში გაბატონებული არიან არაბები. თბილისში ზის მათი წარმომადგენელი ამირა და განაგებს შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებს. რაც შეეხება კახეთს, ის უკვე ცალკე მდგომ სამთავროს წარმოადგენს, რომლის მმართველსაც ქორეპისკოპოსი ეწოდება. ასეთთა შორის პირველი, ვინც მემატიანეთა ფურცლებზე იხსენიება, გრიგოლ ქორეპისკოპოსია. მისი მმართველობის წლებია 787-827. მერვე საუკუნის ბოლოდან გრიგოლის სამთავრო, ესე იგი კახეთი, საკმაოდ ძლიერდება. ფართოვდება მისი საზღვრები და ასევე მიმდინარეობს მანამდე არაბთა შემოსევებით გაპარტახებული ადგილების ახშენებაც. სწორედ ქორეპისკოპოსი გრიგოლის დროინდელ აღდგენით სამუშაოებს უნდა ეკუთვნოდეს მატანის ცხრაკარას სამნავიან ბაზილიკაში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებიც, რომელიც დიდი ალბათობით წინა პერიოდში არაბთა მიერ იქნებოდა დაქცეული. მერვე მე-9 საუკუნეთა მიჯნაზე, გარდა რესტავრაციისა, ცხრაკარას სამეკლესიანი ბაზილიკისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დარბაზული ტაძრები მიუშენებიათ, ხოლო დასავლეთიდან კი კარიბჭე. როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ კახეთ-ჰერეთის ცალკე სამთავროდ ყოფნის პერიოდიდან დაწყებულა მონასტრის განვრცობაზე ზრუნვა. ქრისტიანული სავანის მთავარი სამლოცველოსგან კიდევ უფრო მოშორებით, დასავლეთით სჩანს ცალკე მდგომი გათლილი კვადრებით მოპირკეთებული დარბაზული ეკლესია. იგი აუგიათ გვიანი შუა საუკუნეებისათვის, მე-14-ის ბოლოსა და მე-15-ის დასაწყისში. ასევე ამ ეპოქას განეკუთვნება დარბაზული ტაძრის სამხრეთით მდგომი კამარა ჩამოქცეული ნაგებობა, რომელიც ერთ დროს მონასტერში გადაწერილი ან მისდამი შეწირულ ხელნაწერთა სამყოფელს, ესე იგი ბიბლიოთეკას წარმოადგენდა. ზემოთ ჩამოთვლილ ნაგებობათა გვიან შუა საუკუნეებში აგება მიგვითითებს იმაზე, რომ აქაურობა ჯერ მონღოლთა ბატონობას, ხოლო შემდეგ თემურლენგის ლაშქრობებსაც გადარჩენია. ყოველ შემთხვევაში ისე არ აკლებულა, რომ როგორც სასულიერო კერას ფუნქციონირება შეეწყვიტა. ბაზილიკური ტაძრის შუა ნავის საკურთხეველსა და კედლებზე შემონახულია მხატვრობა. ფერწერული სამუშაოები შესრულებულია მე-16 საუკუნეში, გარსევან ჩოლოყაშვილის ასულის ანასტასიას შეკვეთით. თუ ამ უკანასკნელ ცნობას კარგად გავიაზრებთ, რამოდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას აღმოვაჩენთ. თავდაპირველად გეტყვით, რომ ჩოლოყაშვილები განეკუთვნებოდნენ
კახეთის ერთ-ერთ წარჩინებულ საგვარეულოს. თუ 1518 წლიდან 1578 წლის ჩათვლით შესრულებულ სიგელ გუჯარებს გადავხედავთ, სოფელ მატანის მფლობელებს, ანუ იმ დასახლებისას, რომელიც ცხრაკარას მონასტერთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ჩოლოყაშვილთა ოჯახი წარმოადგენდა. ეს უკვე გვაძლევს იმის გადაჭრით თქმის საშუალებას, რომ მე-16 საუკუნისათვის ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტს ჩოლოყაშვილთა ოჯახი პატრონობდა. ამის გამოხატულებაა გარსევანის ასულის, ანასტასიას მეოხებით მონასტრის სამლოცველოს მოხატვაც. გარდა ამ ყველაფრისა, არსებობს კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც თავადის ქალი ანასტასია მონაზვნად აღკვეცილა ანას სახელზე. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შესაძლოა ის ცხრაკარას სავანეშიც მოღვაწეობდა და ეს თუ ასია, მაშინ აქაურობა დედათა მონასტერი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მე-16, მე-17 საუკუნეებში მაინც. ირანელებისთვის ლომთან გაიგივებულმა, ხოლო ქართველებისთვის 1000 უბედურების მომტანმა შაჰაბას პირველმა მე-17 საუკუნის 10-იანი წლებისთვის რამოდენიმეჯერ დალაშქრა კახეთი. ყიზილბაშების მიერ აქ ნაწარმოები ბრძოლებისას 1000-ობით ქართველი გაწყდა. დაიცალა სოფლები, აოხრდა ეკლესია-მონასტრები, ხოლო ტყვედ წასხმულ ქართველებს კი ირანის სხვადასხვა პროვინციებში ასახლებდნენ. ცხრაკარას სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთ ნაწილში დღესაც შეიმჩნევა ნახევრად ჩამონგრეული აგურის სამრეკლო, რომელიც მე-17 საუკუნისათვის მიუმატებიათ ტაძრისთვის. ძნელია იმის თქმა, დროის ზუსტად რომელ მონაკვეთში განხორციელდა ეს კონკრეტული სამშენებლო ღონისძიება. შაჰაბასის ლაშქრობებამდე თუ უფრო მოგვიანებით. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ყიზილბაშთა შემოსევის შემდგომ მომხდარა, მაშინ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ცხრაკარას მონასტერში წირვა ლოცვა არც მთელი მე-17 საუკუნის განმავლობაში არ შეჩერებულა და შესაძლოა მე-18 საუკუნის ბოლომდეც მიმდინარეობდა ღვთისმსახურება კახეთის სამეფოს ერთ-ერთ უძველეს მონასტერთაგანში. მაგრამ სამწუხაროდ ეს მოსაზრება მხოლოდ ვარაუდის დონეზე რჩება, რომლის გასამყარებლად ან გასაქარწყლებლად არგუმენტები თანაბრად მოიპოვება. ფოთლოვან ტყეში მიმალული ეს ანსამბლი ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც იზრდებოდა, ინგრეოდა და კვლავაც ფეხზე დგებოდა. მართალია მემატიანეებმა მასზე ბევრი რამ ვერ შემოგვინახეს, მაგრამ ის მაინც არ დაიკარგა. გადაურჩა არაბთა შემოსევებს, მონღოლთა ბატონობას, შაჰაბასის სისასტიკეს. და თუ დღეს ეს კედლები კვლავაც აქ დგანან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კიდევ აქვთ სათქმელი. შესაძლოა სწორედ ეს არის ჩვენი მისიაც. არ მივცეთ დავიწყებას ის, რაც მტერმა და დრომ ვერ შთანდგა. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ აღმოჩენამდე, დაკარგული ზიებაში.